მას ქონდა ეს ჩვევა განსაკუთრებით მიჩეული იყო სიონში, როცა მწირი რაოდენობა იყო ხოლმე ხალხის მრევლის, მან ზუსტად იცოდა ვინ მოდიოდა და ვინ არა წირვაზე და ლოცვაზე. აი მთელ ტაძარს ფლობდა წირვის დროს. ის არ იყო ტაძრიდან და მრევლიდან მოწყვეტილი ადამიანი, სასულიერო პირი, რომელიც აი ღვთისმსახურებას ატარებს და მორჩა. ის მთლიანად ცოცხლობდა ამით. აი ეს ცნობილი ერთად ვთქვათ მამაო ჩვენო, მერე თავად გალობას რო იწყებდა ხოლმე, რომ ეს ხალხის ჩართულობა ყოფილიყო, იმიტომ რომ ეკლესია სხვა არაფერია თუ ხალხი და სასულიერო პირი შეკრებილი ღმერთისთვის. ხმამაღლა ყველამ ერთად ვთქვათ, ლოცვა მამაო ჩვენო. მამაო ჩვენო, რომელი ხარ სათაშინო, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედი სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა სათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, ური ჩვენი არსობისა, მომე ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადები ჩვენ, ვითარცა ჩვენ მიუტევებ თანამდებთა მას ჩვენ და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისა და ამინ.